ენერგეტიკის სექტორს მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოეწერა. Როგორ აფასებს ბიზნესი გადაწყვეტილებას და როგორ აისახება ეს სექტორის განვითარებაზე? ამავდროულად რა გამოწვევებს აწყდებიან ინვესტორები ბიუროკრატიული თუ ფინანსური თვალსაზრისით? სტუმართან მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელთან გიორგი მარგებაძესთან ერთად ვისაუბრებ. მოგესალმები გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმები. ანუ კი მივესალმები შენს მაყურებელს. გიორგი, დავიწყოთ სიახლით ენერგეტიკის სექტორისთვის 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ჩამოწერა, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ეს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ბევრი კითხვა გაისმა ამასთან დაკავშირებით. აი თქვენი კერძო სექტორის გადმოსახედიდან ჯერ რა დათქმით გაისცა ამაზეც რომ ვისაუბროთ და როგორ აისახება ეს სექტორის უფრო სწრაფად განვითარებაზე ეს გადაწყვეტილება როგორ შეფასდა და ძირთადად რა იყო ის ბარიერები და პრობლემები, რის გამოც უწევდათ დროში ჩამორჩენა და ხდებოდა დროში ჩამორჩენა ინვესტორების მხრიდან. ანუ კი პირველ რიგში სანამ ესე გავცემ ამ შეკითხვას პასუხს, უნდა ვთქვათ, სად ვიყავით, ხო, ესე იგი ჩვენ აქამდე სანამ ახალი ხელმძღვანელობა მოვიდოდა, ასე ვთქვათ, მთელი ეს პერიოდი და არ ვიცი ეს დიდ პერიოდს ითვლის, ჩემი გამოცდილებით 15 წელი ამ სფეროში ვარ. ზოგადად, როდესაც ინვესტორთან, დეველოპერთან ფორმდებოდა ხელშეკრულებები, მემორანდუმი კვლევაზე თუ სამშენებლო სტადიაზე, ყოველთვის, ასე ვთქვათ, ეს ვადაგადაცილებები, რაც იყო, სახელმწიფოს მხრიდან, ასე ვთქვათ, კომპანიები არ ჯარიმდებოდნენ და ეს სანქციები არ მოქმედებდა. და რაც არ იყო სწორი და რამაც შექმნა ბაზარზე უკვე აი ეს არაკეთილსინდისიერი ინვესტორები, რომლებმაც, ასე ვთქვათ, მემორანდუმების გაფორმებით საკუთარი ბიზნესი, ასე ვთქვათ, დაგეგმეს ფურცლებით ვაჭრობით, ასე ვთქვათ, ფურცლით ვაჭრობით და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ რაღაცა დაჯავშნელი მდინარეები, დაჯავშნელი სადგურები, ქვესადგურები მიერთების კუთხით და ერთი სიტყვით ძალიან დიდ პრობლემას და ჩიხში შევედით. და სხვათა შორის ესეთი პროექტები ვადაგადაცილებებით ხდებოდა, არ ვიცი, მე ვიცი, არის პროექტები, რომელიც 3, 4 და 6 წელიც, 5 და 6 წელიც. რის გამო ხდებოდა ვადის გადაცილება? ეს ჩვენი კეთილსინდისიერი ინვესტორები ჩვენ რო ვისაუბროთ, ვადაგადაცილება აბსოლუტურად ბუნებრივი არის, ეს არის მუშა რეჟიმი, ანუ კიდე მინდა გითხრა, რომ რამოდენიმე ფაქტორი არის. აი გამოვყოფ მაგალითად და ვიტყვი ერთ-ერთი ფაქტორი არის ბუნებრივი პირობები, ხო? როდესაც შენ გიწევს წახვიდე და ხეობა გამოიკვლიო, დაიწყო, პირველი შენი ნაბიჯები არის ტოპოგრაფიული სამუშაოები, ხო? ეხლა ხეობებში, სადაც ჩვენ გვიწევს მაღალმთიან ხეობებში, რეგიონებში მუშაობა, ვიცით, რომ იქ გზები და მისასვლელი გზები და საფეხმავლო ბილიკებიც კი არ არის და გიწევს ხეობაში, ასე ვთქვათ, ამ აპარატურით, გეოდეზიური აპარატურით, ასე ვთქვათ, მუშაობა, მდინარეში შესვლა, გადასვლა მეორე ნაპირზე და ასე შემდეგ. ხანდახან ხდება ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ნალექი არის ძალიან თოვლის დნობა არის უხვი და შეიძლება ეს გაგრძელდეს თვენახევარი და უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახერხებდე მდინარის გადალახვას და აბსოლუტურად ანუ ეს ლოგიკური არის მსგავსი, ასე ვთქვათ, ვადაგადაცილება თუ გექნება კონკრეტულად რაღაც მესამე თვეს, ასე ვთქვათ, წარსადგენი დოკუმენტების. კიდევ არსებობს ესეთი შემთხვევები, როდესაც შენ იცი, რომ როდესაც გეზეშეს დოკუმენტზე მუშაობ, 2 ოფიციალური საჯარო განხილვას ატარებს გარემოს დაცვის სამინისტრო, ხო? პირველ იმაზე, რა ქვია, შეხვედრაზე და პირველ საჯარო განხილვაზე შეიძლება იყოს რაღაც აქტივობა და უშუალოდ ადამიანების, ხოლო მეორე განხილვაზე, რომელიც 4-5 თვის მერე ტარდება, უფრო მეტი ადამიანები იყვნენ ჩართულები, ის ვინც მაგალითად აკლდა ამ პირველ განხილვას, მეორე განხილვას დაესწროს, ან თქვას, რომ მოდი მე პირველს არა და მეორეს დავესწრები და შენ უკვე როდესაც დიზაინის კუთხით, შენი სქემატური ნახაზები უკვე გაკეთებული გაქვს, სადგავს სათავე ნაგებობას, როგორ გაივლი მილსადენით, მოსახლეობასთან შეთანხმებული გაქვს, მქონია მე პირადად ეგეთი შემთხვევა, რომ აი მეორე საჯარო განხილვაზე ჩამოსულა ოჯახი, რომელიც წინა განხილვაზე არ იყო და გთხოვეს, რომ აი მოდი ეს შენობა ცოტა მაღლა აწიეთ, ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენ საკარმინდა ჩვენს ნაკვეთზე, რომელსაც ვუვლით, არ ვიცით, თესავთ, ხნავთ თუ ასე შემდეგ, დააყენოთ, არც გვიღებს ამ ნაკვეთის გაყიდვა და შესაბამისად გიწევს ეს შენობის გადაადგილება. როდესაც ამას აკეთებ, ხო, უკვე იქ არ ვიცით, თავიდან ატარებ ტოპოგრაფიულ სამუშაოს, თავიდან ატარებ გეოლოგიურ სამუშაოს. ამ დროს უკვე შენ ვადები გაწובה, ასე ვთქვათ, და ჩასაბარებელი გაქვს და ფაქტიურად 1, 3, 4 თვით შეიძლება უკან დაგაბრუნოს. მაგრამ ეს არის
მოგოვი რაღაცა ისე, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ახლა სხვათა შორის ახალი ხელმძღვანელობა ამას ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერს case by case მიუდგებით და თუ კი მსგავსი შემთხვევა იქნება, წინასწარ უნდა გვაცნობოთ და ესეც გამოჩნდება, ხო, იმიტომ რომ ნახავს სამინისტროში სპეციალისტი, რომ შენ რეალურად ტოპოგრაფია უკვე გაკეთებული გაქვს, გეოლოგია უკვე გაკეთებული გაქვს, მაგრამ გიწევს ნახაზები გაკეთებული, ასე ვთქვათ, ამ კვლევის გეზეშეს პირველი განხილვა ჩაატარე და ხედავს, რომ გარკვეული მიზეზების გამო გიწევს ერთი საფეხურით უკან გადასვლა, ეს საპატიო მიზეზი იქნება. რაც შეეხება უკვე ის არაკეთილსინდისიერი ინვესტორები, მე ამ რა კვლევებზე ვსაუბრობ, ანუ ეს თანხები არის საკმაოდ სოლიდური თანხები. $9 მილიონ დოლარამდე გიწევს დახარჯო, რომ კვლევის სტადია დაამთავრო და გადახვიდე სამშენებლო სტადიაზე. ხოლო აი ის ინვესტორები უკვე ვინც ასე თქვა ამ ფურცლებით ვაჭრობენ და თქვა არაკეთილსინდისიერი ვინც არ არის ამშენებელი, ასე თქვა და ეძებს ინვესტორს, ისინი თავშივე არ იწყებენ ამ პროექტის, ასე თქვა ამ პროექტის მსგავსად განვითარებას. ისინი არაკეთებენ ტოპოგრაფიას შესაბამისად, არც გეოლოგიას შესაბამისად, მესამეთვეს და არ წარადგენენ ამ დოკუმენტაციას, არც ნახაზებს და ეძებენ, ასე ვთქვათ, ინვესტორს კიდე ძალიან რთულია მოძებნო შენ უბრალოდ სუფთა ფურცლით, თუ შენ კვლევები არ აქვს ჩატარებული და ბოლომდე არ იცი იქ რა იქნება წინარე კვლევის საფუძველზე, ძალიან რთული არის იპოვო ინვესტორი, ხო? და დრო გადის და გადის. ამათაც ვადები უგრძელდებოდათ ეხა ვიღაცის ბიძაშვილია, ვიღაცის მამიდაშვილია და ვადებიც გრძელდებოდა და გადიოდა ეს 3-4 წელი, 5 წელი ისე რომ დაჯავშნილი იყო კარგი პროექტები, ხო? და კარგი პროექტების გარდა ყველაზე მთავარი რაც არის და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, დაჯავშნილი იყო ქვესადგურები, სადაც აღებული ქონდა ტექპირობები ამათ მიერთების და უბრალოდ ვერ აერთებდნენ და ტექპირობა როცა გაცემულია ენერგოპროსმია ან თუნდაც GS-ის მიერ ის რაც ხედავს ხო ის ხედავს თავის საბუთებში რომ ეს ქვესადგური უკვე გაცემული არის სავსე არის ხა ის ააშენებს არ ააშენებს ამან ხო არ იცის ხო აი ეს პრობლემები არის და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლით კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ყველაზე მთავარი რაც არის აი ეს ჯარი ანუ ძალიან მკაცრად მიუდგებიან აწი ამ ყველაფერს და პირველი შეხვედრიდანვე როდესაც მინისტრი მოვიდა მისი მოადგილე დეპარტამენტის უფროსი ელექტროსისტემის ხელმძღვანელი ხო პირველი რაც ითქვა ეს რომ აცი ჩვენ ძალიან მკაცრად მიუდგებით ყველა შეთანხმებას და აცი ყველას მიუდგებით მკაცრად და დაჯარიმდებიან ყველანი ხო მერე უკვე წამოვიდა ის პროცესი, როდესაც უკვე ანუ ბიზნესისგანაც დაისვა სწორი შეკითხვა, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერი ინვესტორების მხრიდან, რომ იბატონო, მაგრამ აქამდე თუ არავინ არ გვაჯარიმებდა, ამ ძველ ცოდვებს რატო გვიხსენებთ, ხო? მოდით ამ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ასე ვთქვათ, და როდესაც პრინციპში ამის გარკვევაში შევიდნენ, ხო, და შევედით ზოგადად რა, ძალიან რთული არის, გაიგო ყველას რო case by case გაყვე, ხო? 7-8 თვეს, არ ვიცი, შეიძლება ერთი წელის დაგვეკარგა და ერთი წელი რო გააჩერო ახლა ენერგეტიკა და არ ყვიო, ვინ არის კეთილსინდისიერი, ვინ სწორად დაარღვია თუ არასწორად დაარღვია. არ ვიცი, შენ ძალიან კარგად იცი ენერგეტიკა, რა კონტრიბუციას აკეთებს ეკონომიკაში, ხო? ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად ლოგიკური, სამართლიანი გადაწყვეტილება იყო პირველ რიგში და შენი შეკითხვა იყო, რომ დამისვი, ესე იგი როგორი პირობებით არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი გაპატიეთ. ჩვენ ამ ეტაპზე გაპატიეთ ეს, ხო? გავაფორმებთ ახალ მემორანდუმებს, ანუ ახალ შეთანხმებებს ვადებთან მიმართებაში და თქვენ თუ ამას კიდე დაარღვევთ, ის კი არა რომ აი ამ ჯარიმის დღეს რასაც დაარღვევთ, ამაზე დაჯარიმდებთ. ძველი ჯარიმებიც გაგიცოცხლდებათ. ამიტომ ძალიან სწორი არის ეს და სწორი მიდგომა არის. გიორგი, თქვენ ბრძანდებით მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი და ძალიან კარგი გამოცდილება გაქვთ ჰიდროენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით და გაქვთ შეხება თქვენს კოლეგებთან, ხო, აქტიური თითქმის ყოველდღიური. აი ძირითადად რა ბარიერებია, როგორც ბიუროკრატიული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რაც ჰიდროენერგეტიკის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს და მოსახლეობასთან კომუნიკაციაზეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ესე ზოგადად თითქოს ყველანი ვთანხმდებით, რომ არსებობისთვის ყველა გვჭირდება ელექტროენერგია, უწყვეტი მომარაგება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია ენერგეტიკის სწრაფი განვითარება. თუმცა აი პროტესტი ხშირად არის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ვისთანაც ყოველ შემთხვევაში თითქოს ეს თემასე აღარ უნდა იყოს, ხო, იმიტომ რომ წლები გადის დასაქმება, დოლათი იქნება ამ გენერაციის ობიექტების მშენებლობის დროს, თუმცა ეს პრობლემა მაინც რჩება. აი თქვენი გადმოსახედიდან ან რა მაგალითის გაზიარება შეგიძლია გითხრათ და თქვენი რეკომენდაციები რა არის, როგორ უნდა გამოსწორდეს მოსახლეობასთან ურთიერთობა? ბევრი შეკითხვა იყო ერთად გავყვები, საინტერესო შეკითხვები არის, ანუ კიდევ
გავყვები, დავიწყებ, ესე იგი ბიუროკრატიის ნაწილით. ბიუროკრატია სამწუხაროდ ძალიან გრძელი გზა გვაქვს ჩვენ გასავლელი ზოგადად ჰიდროენერგეტიკაში. უამრავ სამინისტროსთან გვაქვს ურთიერთობა და სააგენტოებთან, მუნიციპალიტეტებთან, არ ვიცი, ძალიან გაწელილი პროცესი არის. მე სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მე ხომ მუშაობენ, ესე იგი, ჩვენი სამინისტრო და ასევე ელექტროსისტემის ხელმძღვანელი მუშაობენ იმაზე, რომ რაღაცა საერთო, ესე იგი, ერთი ფანჯრის პრინციპი დაიგეგმოს, სადაც ეს ბიუროკრატიული ნაწილი დიდი ალბათობით შეიძლება განახევრდეს აი ამ რაღაცა ერთი ფანჯრის პრინციპით და ამაზე ძალიან აქტუალური მსჯელობები მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ, ესე იგი, ყველაზე მთავარი გამოწვევა, ხო, ჩვენ მოსახლეობის კუთხით, ჩვენ გქონდა სერიოზული გამოწვევები. ეს ჩანს როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემაფერხებელი ფაქტორი. თუმცა უფრო ტკივნეული, ასე ვთქვათ, პრობლემები და უფრო ტკივნეული წერტილები გვაქვს, ვიდრე მოსახლეობა არის, მინდა გითხრა. მოსახლეობის კუთხით სწორად დაგეგმილი, ეხლა მე 14 პროექტზე ვმუშაობ და არსად ჩვენ პროტესტი არ აგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენც გავიზარდეთ ამ მთელი პროცესების განმავლობაში, ხო, რაც გამოვიარეთ, ხო, გინდათ ლოპოტას ხეობა ავიღოთ, გინდათ ნამახვანის პროცესი ავიღოთ, ხო? გავიზარდეთ და სწორად დაგეგმილი პროცესი, როდესაც სწორად იწყებ და თავიდანვე იწყებ ადამიანებთან ურთიერთობას და თავიდანვე გეგმავ და არა ის, რომ აი მე აქ ეს ვაპირებ რაღაცა სადგურს და აი მოდით განახოთ სად რა. თავიდანვე როცა იწყებ ამ ადამიანებთან ურთიერთობას და მათთან ერთად გეგმავ ამ ყველაფერს, ის სოციალური პაკეტები, რომელსაც ვთავაზობთ, ხო? აბსოლუტურად მეტნაკლებად კარგად და უკეთესად მიდის პროცესი და არ ვიცი, მე ბოლო პერიოდი უბრალოდ მართლა არ მქონია, ასე ვთქვათ, ამ მოსახლეობასთან პრობლემური საკითხები. ყველაზე დიდი მტკივნეული წერტილი ჩვენთვის და ზოგადად ენერგეტიკისთვის არის მიერთების პრობლემა. აბსოლუტურად ყველგან, ყველა იმაში რაიონში, ეს იქნება რაჭა, ეს იქნება ლეჩხუმი, ეს იქნება, არ ვიცი, ქვემო სვანეთი თუ ზემო სვანეთი თუ აჭარა თუ გურია, აბსოლუტურად ყველგან არის პრობლემები თუ სამცხე-ჯავახეთი, ხო? ამიტომ ყველაზე მთავარი გამოწვევა არის მიერთება. მიერთება რომ აღმოვფხრათ, ანუ ეს პრობლემა რომ აღმოვფხრათ, ხო? უნდა მოხდეს რეაბილიტაცია ჩვენი ქსელების. უნდა სახელმწიფო ელექტროსისტემა მაქსიმალურად ეს აწლიანი, საკუთარი აწლიანი გეგმის შესრულება უნდა დაიწყოს და სწრაფად უნდა დაიწყოს, ხო? განახდეს ქსელები, ინფრასტრუქტურა განახდეს, ტრანსფორმატორები განახდეს, ენერგოპრო, სხვათა შორის რამოდენიმე ხნის წინ ვიყავი გადაცემაში BMG-ში და იქ თქვი და რაღაცა რამოდენიმე დღის მერე უკვე გავიგეთ, რომ ეს ტარიფის ენერგო SMEC-მა დაავალა, ხო? ესე იგი თელას და ენერგოპროს კონტრიბუცია რომ შეიტანონ, ესე იგი თანხები დახარჯონ და საკუთარი ქსელები განავითარონ. 2 მილიარდ ლარზე არის საუბარი, სადაც მილიარდ ნახევარი ენერგოპრომ უნდა დახარჯოს და ნახევარ მილიარდამდე თელასმა, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ უნდა დაიწყონ საკუთარი ქსელების გამოსწორება, რომ ეს მუდმივად არ გქონდეს ჩვენ რაღაცა მიერთებას, რაღაც 70 წლის წინ აშენებული ქსელები, კომუნისტური, არ ვიცი, ეს ანძები, რომელიც საერთოდ როგორ კიდეა კაბელი დღემდე მიკვირს, რომ ჩაული ხოლმე რეგიონებში, ხო? და უნდა დაიწყოს აი ამ ყველაფრის გამოსწორება და უკვე ვხედავთ, რომ ნაბიჯები გადაიდგა და ძალიან კარგი არის ელექტროსისტემიდანაც ვხედავ უპრეცედენტო საბჭო შექმნეს, ხო, ელექტროსისტემაში, ვანო ზარდიაშვილმა შექმნა გუნდი, ჯგუფი, რომელიც აყვანილები არიან, ესე იგი მოწვეულები არიან დეველოპერები ყველა რეგიონში და ყველა რაიონში, ვინც კონკრეტულად საქმიანობს და ერთად განიხილავენ, ასე ვთქვათ, აი ამ პრობლემებს და სად რა პრობლემა არის და იმედი მაქვს, რომ რაღაცა, არ ვიცი, ნელა წინ წავიწევთ უკვე და ამ ქსელის მოწესრიგების კუთხით მოვაწესრიგებთ. თან ეგ მნიშვნელოვანი არის ძალიან, აი ეს წყალქვეშა კაბელზე ვსაუბრობ ჩვენ ხშირად, ხო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას უნდა დაგვაკავშიროს და ეს ქსელები ჩვენ თუ არ განმოვითარეთ, ელექტროენერგია თუ ანაკლიამდე ვერ მიიტანე, ხო? და ქსელი არ ქონდა, შავი კაბელი, გინდა შავი ზღვის კაბელი, გინდა ააშენე და გინდა, არ ვიცი, გავიცი, რაც გინდა გააკეთე, ხო? გიორგი, დროშ ძალიან შეზღუდულები ვართ და ძალიან მოკლედ შეიძლება რომ მიპასუხოთ. აი თქვენი გადმოსახით, დღეს რა ჭირდება ყველაზე მეტად ენერგეტიკის სექტორის სწრაფ განვითარებას?
ჩემი აზრით, აი გვახსენე ქსელების განვითარება და აუცილებლად არ ვიცი, ამას სულ ამბობ ხოლმე, ჩვენ გვაქვს ამხანაგობების, შერიგების სამინისტროები და გვინდა ვფიქრობ და გვინდა და აუცილებელი არის რომ სამინისტრო ყავდეს, ენერგეტიკის სამინისტრო კონდეს ამ ქვეყანას, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დარგი არ არსებობს, ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი არის ყველა კუთხით აბსოლუტურად. შესაბამისად, გვინდა სამინისტრო კონდეს, ძლიერი ჯგუფი იქნება, ხო? და ასე ვთქვათ, ამ დრო არის ყველაზე დიდი პრობლემა და დრო უნდა ავაჩქაროთ. ანუ სწრაფად უნდა დავიწყოთ ყველაფრის მოქმედება. სწრაფად უნდა დავიწყოთ სადგურების გენერაციების შექმნა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი.